აი ხალხი არის რა არგენტინელები, აი ხალხი აგერ სვამენ. იმას რა ქვია? მატეს. ამერიკის შეერთებული შტატების საინტერესო რაღაცა უკავია აფრიკელს. ანები და ესენი აფრიკელები. ლელო ვერა, მაგრამ ჩხუბი კი დაიწყო მეგობრებო, დამთავრდა თამაში. ასე მეგობრებო, ვაგრძელებთ ჩვენს ვიდეოების სერიას მსოფლიო ჩემპიონატიდან თბილისიდან. რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი 20 წლამდელებს შორის იმართება, სადაც ჩამოსული არის 16 გუნდი მთელი მსოფლიოდან. დღეს მეორე სათამაშო დღეა, უკვე ავჭალაში საქართველოს დღის ბოლოს ეთამაშება სამხრეთ აფრიკას, მანამდე კი ვაპირებთ და გვინდა რომ დავესწროთ ყველა მატჩს აბსოლუტურად, რაც გაიმართება თბილისში. ახლა არის ურუგვაი, ეთამაშება თუ არ მეშლება უელს და ჩვენთან ერთად წამოდით, უყურეთ ყველა მატჩს, გამოიწერეთ არხი და დაალაიქეთ ეს ვიდეო. პირველი მატჩი როგორც ჩანს ნაკლები ყურადღებას იქცევს. ამიტომაც ცოტა ხალხია ძირითადად ურუგვაელები ალბათ და უელსელები. რაღაცნაირი თამაშია. უელსი და ურუგვაი გაუგდეს უელს ერთი მორაგბე, მაგრამ მაინც ვერაფერს ვერ ახერხებს ურუგვაი, რა ძველი საუკუნის რაგბის თამაშობს აქ ჩვენ გვერდით ერთი შტაფის წევრი სავარაუდოდ საქართველოს რაგბის კავშირის ის ამბობს, რომ ურუგვაი თამაშობს ძველი ყაიდის რაგბის. სტადიონზე ბევრი არ არიან. არც ურუგვაელები, არც უელსელები, ნახევარი სტადიონი შევსებულია აქეთა ტრიბუნა ნახევარი. იქით სარიელია მეორე მხარეს. მაგრამ მეორე თამაში იქნება ძალიან საინტერესო, ირლანდია, არგენტინა და შორს არ წახვიდეთ, არ გამორთოთ ვიდეო, გავაგრძელოთ ყურება. ვამო! ერთ-ერთი საფინალო შანსი აქვს ახლა ურუგვაის, რომ ბოლო-ბოლო ერთი ლოლო მაინც დადონ 72 წუთია 47-0 იგებს უელს. აბა ვნახოთ ახლა ერთად როგორ გამოიყენებენ ამ შანსს. რაღაცა დიდი იმითი რა ქვია, შტაგონებით და ენთუზიაზმით არ უტევს. და არც იმით რა ქვია, კრეატიულობით. ბოლო დააჯარიმა ურუგვაიმ საჯმა და მე მგონი 0-ზე ასრულებს ურუგვაი ამ მატჩს. მასობაში აქეთ ირლანდიელები და არგენტინელებიც მოვიდნენ ვარჯიშობენ. მალევე უნდა დაიწყოს მას თამაშიც. ლელო ვერა, მაგრამ ჩხუბი კი დაიწყო მეგობრებო, დამთავრდა თამაში 47-0 თუ სწორად ჩანს აქედან. და აქ დაიწყო ეხლა პატარა მცირე ისა გამოწვევით, რომ ლელო ვერ დადეს ურუგვაელებმა მატჩის ბოლოს. მაგრამ დასმარდებიან. კი ბატონო. დასრულდა პირველი მატჩი მეგობრებო, უელსი გამარჯვებით 47-0. და ეხლა დაიწყება არგენტინის და ირლანდიის მატჩი. დაიწყო მეგობრებო ირლანდიის და არგენტინის მატჩი. ამ წუთებში დაიწყო ხა. და აქეთ ირლანდიელები და არგენტინელებს ხედავთ და მე უშუალოდ უფრო ახლოდანაც გაჩვენებს რა თქმა უნდა როგორ მღერიან. Shoulders, islands go. ახლა გვერდზე მოგვიწყდნენ არგენტინის მორაგბეები და ვიფიქრე ეს გააზრეს, ახლა ფოტოს გაჩვენეთ, ფოტო გადავიღეთ. ვიფიქრე რა არის თქო და მე გამახსენდა რომ ესენი ამას სვამენ ყველგან. ხო და აქაც ოტანილი აქვს. თამაშს შეეხება არგენტინა მაგარი გუნდი, ახლა თუ ამბობს რომ საჩემპიონო გუნდია, ჯერჯერობით ირლანდიელები
ვერაფერს ვერ უპირისპირებენ. 2 ლელო დაუდეს არგენტინელებმა. და ჯერჯერობით არგენტინელები თამაშობენ. ეს ვის არის რა ქვია, პარიკმახერია თუ ამათ აგრილებს? რავი, ეგ ნახეთ. ანგარიში არის 2 ლელო დადეს არგენტინელებმა, 1 ირლანდელებმა. ხალხო როგორ ჩანს ერთ-ერთი არის აქედან მიკითხარეს ესე მითხარეს ოთოსაც ესე ოთხეს რომ ესაო რა ქვია ჩვენო ერთ-ერთი ის დგას არის მესის დაწესავი ვარო ამაყობს გვარადარე ვარო მესიო რა მე მგონი ხო ბიჭები აი ის მე მგონი ბოლო ხო სიანო Can you repeat your surname? No, Divatas. What's your name? Ai ხალხი არის რა არგენტინელები. Ai ხალხი აგერ სვამენ. იმას რა ქვია? მატეს. ო დადიან თამაშებზე და სიამოვნებთ რა. თქვენც იარეთ თამაშებზე თუ გაინტერესებთ ესეც საინტერესო ხალხის ნახვა ერთი ტური კიდე არის თბილისში და მე კიდევ პლეიოფები არის და იარი და უყურეთ ესე კარგ რაკს და ნამდვილად საინტერესო ხალხს. Там ბილეთი არ გინი ძვირი 2.5 ეს ბავშვებისთვის და 5 ლარი მინიმალური ფასი დიდებისთვის. ამიტომ მიარეთ რაგბზე. რომ ისიამოვნებთ რაგბი და ასეთი კაი ხალხი. და სახალისო თამაშია მეგობრებო არგენტინელები და ირლანდელები ძალიან ბევრ ლელოს დებენ საყურებლად ძალიან საინტერესო თამაშია მე 60 წუთია 45-ით 28 არის ანგარიში იგებს არგენტინა ეს მაგარი კაცია საუბრობთ არგენტინის ფედერაციის პრეზიდენტთან რაღაცა ეგეთი არის. ერთელი თამაში ესე დგას და ასე აქედან ხომაგობს არგენტინას. ცხადია. მაგრამ ითამაშეს აი კონჩეტეოებზე სწრაფი თამაშით ირლანდიელები უფრო დაალგებლად თამაშობენ მაგრამ არგენტინელებმა ეს სწრაფად კონჩეტეოებით ბურთის ჩაჭრით ძალიან ბევრი ლელო დადეს და ძალიან ლამაზი თამაში გამოუვიდა არგენტინელებსა და ირლანდიელებსაც აი არგენტინელები მღერიან როგორ წელი თამაში
ფინალზე გაიმარჯვა მეგობრებო არგენტინამ დიდი ანგარიშით 62-40 დაამარცხა ირლანდიელები. ძალიან ლამაზი რაგბი ითამაშა ორივე გუნდმა და მართლა ძალიან კარგი თამაში იყო ორივე გუნდის მხრიდან, მაგრამ არგენტინელები უფრო ხარტები და უფრო კარგები აღმოჩნდნენ შეტევა შემდგომაც გაიმარჯვა. მაშასე შემდეგი მატჩი იქნება ინგლისი, ამერიკის შეერთებული შტატები, მანამდე კი არგენტინელები იმღერებენ რა თქმა უნდა თბილისში ავჯალა სტადიონზე, ისევ როგორც მღერიან სხვა სტადიონებზე როცა იგებენ. So, ¿qué cuál es, no? ვერცერთი ვერ დაიჭერა გიორგი? არა, რატო ვერ დავიჭერე? ესე მეგობრებო დაიწყო მომდევნო მატჩი, ერთი მატჩი რჩება საქართველოს ნაკრების და სამხრეთ აფრიკის მატჩამდე და ახლა თამაშობენ ინგლისის და ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებები. და აქ მეგობარს ვეუბნებოდი, მეგობარს გერა ნაცნობს, რომელიც აქ გავიცანი ინგლისელს, რომ ალბათ ადვილად მოიგებთ მეთქი და არაო, ჩვენ არასდროს ადვილად ვერ ვიგებთ, ესე მითხრა და ნახოთ, დავუდგოთ მოიგებთ თუ არა ადვილად ინგლისს. პარიკე მახერი აქაც არის როგორც ჩანს, ახლა ახალი პრაქტიკაა როგორც ჩანს მორაგბებს ესე უნდა შეაზღან წყალი. ახლა გააგრძელონ მორაგბები. აი ეს გოგონა მეგობრებო არის პირველი ქართველი და ზოგადად მე მგონი ქალი მსაჯი ამ ტურნირზე მარიამ გოგუაძე ხო თო? George. აი ნახეთ აი ლელოა მე მგონი ამერიკა ინგლისის მატჩზე. არა. გარმე დააგნო. ხო და ეს გოგონა არის მარიამ გოგუაძე, პირველი ქართველი მსაჯი გოგონა ამ ტურნირზე. დასრულდა მეგობრებო პირველი ტაიმი მატჩისა ინგლისი ამერიკის შეერთებული შტატები და ინგლისი იგებს რამდენით 42-14-ს. ჩემ გვერდზე ზის, ჩვენს გვერდზე არის ოთო. ჩვენს გვერდზე არის აქეთ ხარეს ინგლისის ნაკრების 9 ნომრის მამა და ძმა. მე ვთხარი თქვენ ნათესავები ხარ თამაშობენ მე ნაკრებს. დავეცანით ვისაუბრეთ რაღაცა და მე ვკითხე რომ ნათესავები ხარ აყავ ამ ნაკრებს ძირითადად ნათესავები დადიხართ მეთქი და თამაშებზე და კიო ესო ჩემი შვილია 9 ნომერი და ოთო მე გაარკვია რომ ესო არისო ნიუმენის მამა, თურმე 9 ნომერი ნიუმენია და ვკითხე მე ვთხარი თქვენ გვარის წარმომადგენელი თქვენ მეთქი ნიუმენი ძანდებით კიო მეო ესო ჩემი შვილია. ჩვენ ვესაუბრეთ არგენტინელებს, ინგლისელებს, ნახეთ ურუგვაელები, უელსელები, კიდევ ვინ თამაშობდა ოთო? ახლა ამერიკა თამაშობს და ინგლისი. სხვა ჯერზე ამერიკელები უფრო მეტნი არიან სტადიონზე ვიდრე ინგლისელები. ამ ეტაპზე ესე არის, რომ ახლა მეტი ამერიკელი კომაგობს ვიდრე ინგლისელი. ახლა მეორე ტაიმი და ამის მერე უკვე ითამაშებს საქართველოს ნაკრები. ამიტომ შორს არ წახვიდეთ, არც ვიდეო დავაპაუზოთ, არც სხვაგან გადართოთ, დარჩით ჩვენთან და ერთად ვუყუროთ საქართველოს ნაკრების თამაშს. ძალიან მაგარი კონჩეტევა, ჯერ ინგლისელები უტევდნენ, ბურთი აწაართვეს და ამერიკელების ნახევარზე გამოვიდა თამაში და მერე უწევს კონჩეტევით ამერიკელებმა ლელო დაუდეს, მაგრამ მაინც არის 59-19 დიდი ანგარიშით იგებს ჯერჯერობით ინგლისი მაინც.
ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრები. რა საინტერესო რაღაცა უკავია აფრიკელს. ეს არის აუტების ავარჯიში დერეფნების. ეს რო არ არის საჭიროა. ხტომელი აქედან აგდებს ორი ნომერი და აქედან ის მწვრთნელი აკონტროლებს სწორად აწოდეს თუ არა. დასრულდა მეგობრებო, ინგლისი, ამერიკა გაიმარჯვა ინგლისმა და ეხლა უკვე იწყება საქართველოს სამხრეთ აფრიკის მატჩი და აქ ეხლა ემზადებიან ქართველები და სამხრეთ აფრიკელები გვერდით სტადიონზე, ხელოვნურ სტადიონზე, ისე როგორც ყველანი მატჩის დაწყებამდე, ეხლა ქართველების და აფრიკელებიც ემზადებიან მატჩისთვის. მაშასე იწყება სამხრეთ აფრიკა, საქართველოს სამხრეთ აფრიკა. Certificates 8:30. 8:30 starts the last game of the day. მაშასე სალამ მეგობრებო, ახლა უკვე თეთრი მაისურებით, რა თქმა უნდა, საქართველოს ნაკრების თამაშზე. ეხლა უკვე სხვა ტრიბუნიდან, მეორე მხარეს, მოსავლე ტრიბუნიდან მოგესალმებით და იწყება საქართველოს და სამხრეთ აფრიკის მატჩი. და ჩვენ გვინდა რომ გავიმარჯვოთ. მაშასე გამოიწერეთ არხი და გავაგრძელოთ ვიდეოს ყურება. მთელი დღე მეგობრებო, როგორც იცით, აი იმ ტრიბუნებზე ვსხედავთ და ეხლა გადმოვედით უკვე მეორე მხარეს, რადგან აქ მქონდა ბილეთი ნაკრები უკვე ჯერ კიდევ თებერვალში და სხვა ბილეთები, სხვა თამაშებისა იმის მიხედვით ყიდულობდი რა თამაში მომეწონებოდა. პრინციპში ერთ ბილეთს თუ იყიდი, მე არავინ არ გიშვებს უკან. მაგალითად თუ იყიდი ურუგვაის და უელსის ბილეთს თუ იყიდი, მაშინ შეგეძლო მე მთელი თამაში, მთელი დღე დარჩენილიყავი სხვა თამაშებზეც თუ გარეთ არ გახვიდოდი, რა თქმა უნდა, სტადიონიდან. გარდა საქართველოს ნაკრების მატჩისა, რა თქმა უნდა, როცა ივსება როგორც წინა თამაშებზე, მეგობრებო, დღეს მთელი დღეა, გიყვებოდით. გავიცანით სხვა ქვეყნის ხალხი, ფანები და ესენი აფრიკელები, რომლებიც განსხვავებით, როგორც ასევე წინა თამაშზე, აქაც მათ არ ყავთ ნათესავები ამ გუნდში, განსხვავებით უელსელებისგან, ირლანდიელებიდან და შემდეგ ისინი უბრალოდ არიან გამოსული საქომაგოდ. როგორც წინაზე ჩვენ აფრიკელი წყვილი გავიცანით, ისინი საქომაგოდ იყვნენ ჩამოსული. ისევე როგორც ესენი, ეს ხალხი. იმას თქვა რომ მეო ირლანდიის ფორმაო, როგორც გამყიდოს, ისე მაცვიაო, ისე სამხრეთ აფრიკელები არიან. ჩემი ხატია სამშობლო, სახატებდელი ქვეყანა, განადებული მთავარი, წილნახარი აღმექანა. ეს ქართველები კაი ხალხია, მაგრამ ერთი მინუსი გვაქვს რა, ეხლა თამაში იწყება და ხალხი ეხლა მოდის და მოძრაობს და არის დიდი აუზაური ტრიბუნებზე ხალხი მიდი მოდის. ხედავთ.
მესამე. მეოთხე აუტი შემოაქეთ, უკვე თავის ხარის არ შეყრიალებული ტიპი. გადადი ხელით. სულდა მეგობრებო, პირველი დამი 12-5 არის ანგარიში, საკმაოდ ნორმალურად თამაშობენ, კარგად თამაშობენ, ჩვენები პირდაპირ შეიძლება ითქვას, ცოტა იგრძნობა ზედმეტი მონდომება, რაც იმაში გამოიხატება, რომ მაღალ ბოჭებს აკეთებენ ხშირად. რაც ნიშნავს, რომ ექსტრა мотивация აქვს და ხშირად ვერ ზომავენ ბოჭების სიძლიერეს. სხვა და ამიტომაც ერთი მორაგბე გაგდებულია ქართველი, მაგრამ სხვა მხრივ მე მგონი ნორმალურად თამაშობს, კარგად თამაშობს. მართალია აი მეორე ნახევრის მერე თითქმის შეტევები არ მქონია, მაგრამ დაცვა კარგად გამოიყურება. ამიტომაც 12-5 და შეცვლება ვნახოთ მეორე ტაიმში. შეძლებ თუ არა ამ თამაშის შემოbrunებას და გამარჯვებას. დასრულდა მეგობრებო თამაში, მეორე ტაიმი დიდი არაფერი საყურებელი არ იყო. ძირითადად იყო ესეთი ერთმანეთის დაჩაქუჩება, ჩვენს ნაკრებს დააკლდა დისციპლინა ალბათ, იმიტომ რომ რა ვიცი, იმდენი რაოდენობის მაღალი ბოჭვა შესრულდა და გააგდეს ყვითელი და წითელი ბარათებით ჩვენი მორაგბეები, რომ რა ვიცი, არ ვიცი, 12-13 მორაგბი თამაშობდით ხოლმე, მე მგონი რა ვიცი. და ასევე დერეფანში ძალიან ცუდად ითამაშა ჩვენო ნაკრებმა. ყველა დერეფანი აუტიდან მოწოდებული ყველა ბურთი დაუთმეთ აფრიკელებს. გავალ სავარაუდოდ მესამე ადგილზე თუ დავამარცხებთ და დავამარცხებთ დიდი ალბათობით ურუგვაის ნაკრებს. მაშასე მეგობრებო, სულ ეს იყო ეს ვიდეო. ახლა ალბათ შემოგთავაზებ ჩვენი მორაგბეების მადლობის გადახდას კომაგების მიმართ და უკვე შევხვდებით მომდევნო ვიდეოში. დიდი მადლობა ყველას, ვინ ჩვენთან ერთად იყო და უყურა ამ ვიდეოს. და ჩვენ შემდეგ თამაში ისევ დაგიბრუნდებით. შემდეგ არის უკვე მესამე ტური. საქართველოს ურუგვაის წინააღმდეგ და მერე დაიწყება პლეი-ოფები. ეს სარაგბო ვიდეოებიდან ხოლო სხვა ვიდეოებში უკვე სხვა თემებზე ვისაუბრებთ. ასე რომ გამოიწერეთ ჩვენი არხი და დალაიქეთ ეს ვიდეო. დიდი მადლობა.